ნებისმიერი ხორციელი დაავადება, რასაც შენ დავუშვათ შეუწუხები ხარ და მიდიხარ ექიმთან და ეუბნები რომ ეს გაწუხებს. ხო რაღაცა წამალს გინიშნავს ექიმი. ისე ხო არ არის რომ აი დავუშვათ თქვა მარტო რომ თავი მტკივა და არაფერი არ იღონ. ხო რაღაც წამალს დალევა რა ამ შემთხვევაში და გავთქილდები რომ სხვა დროს თუ დავუშვათ ისეთი რამე მოხდა რამაც აგატკია ეს თავის სიტყვაზე ვამბობ აი რაღაც არ გავთქილდი. მე სხვა დროს ეცები რომ არ გააკეთო. ცოდვის შემთხვევაშიც ესეა. პირველ რიგში სინანული უნდა გქონდეს, ახსარება უნდა თქვა. რაც უფრო ხშირად გაწუხებს რაღაცა ცოდვა, უფრო ხშირად უნდა თქვა. ზოგჯერ ადამიანი ამბობს რომ ერთი და იგივე ცოდვაში ვარდები და ერიდება ერთი და იგივე ცოდვის თქმა ახსარებაში. რამდენჯერაც არ უნდა ჩავარდე ცოდვაში, იმდენჯერ უნდა თქვა. კიდე გარისხდი, კიდე უნდა თქვა. და უნდა ეცადო რომ ისეთი შემთხვევა რომ დაგიდგება, რაღაცა სხვაგვარად მიუდგე ამ საქმეს. წმინდა მამათან აწერები წაიკითხო მრისხანების შესახებ. უნდა ასე იგი ლოცვით და მარხვით უნდა გაძლიერდე ხშირი ზიარებით და ნელ-ნელა ადამიანის გული იკურნება. ოღონდ ისე არ არის რომ ერთხელ რო იტყვი ახსარებაში მორჩა აღარ დაგემართება. ერთი ახსარებით არ იკურნება ადამიანი. არამედ უნდა ხშირად თქვა ახსარება, უნდა ხშირად ეზიარო. სხვანაირად შეიძლება წლები გავიდეს, ერთი და იგივე რაღაც გაწუხებდეს და ეს შენი ცოდვა დარჩეს და თან აქ ის კი არ არის მარტო რომ ჩვენ ვცოდავთ და სინანული გჭირდება. ეს ჩვენ გვაზიანებს. ამა თუ ნების დაკმაყოფილება ადამიანს აზიანებს, კი არ ახარებს, ბედნიერს კი არ ხდის.